მოგესალმებით ეთერშია დასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. ჩვენ ვუახლოვდებით 4 ოქტომბერს გვჯერა ჩვენი და არა მარტო ნაციონალური მოძრაობის, არამედ პირველ ყოვლისა პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით მოძრაობა რუსთაველის გამზირის მოწოდება იქნება გაგონილი. მოწოდება რომ ქართული საზოგადოება 4 ოქტომბერს შეიკრიბოს არა არჩევნებად წოდებული რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ ყველა გამოვალთ ჩვენი ქალაქების ქუჩებში. გამოვალთ პირველ ყოვლისა რუსთაველის გამზირზე და ყველანი ერთად ვიტყვით არას ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას. დიახ, მშვიდობიანად დავამხობთ ამ რეჟიმს, მშვიდობიან რევოლუციას მოვაწყობთ. მშვიდობიანი რევოლუცია ეს არის კონსტიტუციაში ჩაწერილი უფლება, განაცხადა გიორგი ბარამიძემ. ბარამიძე ასევე გამოეხმაურა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერ ელენე ხოშტარიას დაკავებას და მას სოლიდარობა გამოუცხადა. თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ცდილობდა და ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება თითქოს პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატ თემო წიქვაძის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა. რაც შეეხება შეკითხვას ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ივანიშვილის დასანქცირების შესახებ, კალაძე ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცილის წამებით იყო დაკავებული. ელენე ხოშტარია ვინმემ კი არ დააკავა ფაქტობრივად თავი დააჭერინა, შეგნებულად წავიდა ამ ქმედებაზე. შეიძლება ისიც უნდა რომ თავიდან აირიდოს, შემდეგი კვირების არეულობა და პენიტენციური დაწესებულების ოთახში იყოს გამოკეტილი, რომ შემდეგ პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს. ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერ ელენე ხოშტარიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა. მისი ვარაუდით შესაძლოა ბანერის დაზიანება მისი მხრიდან პასუხისმგებლობიდან გაქცევა იყოს. დამაზუსტებელ შეკითხვაზე თუ ელენე ხოშტარია გირაოს შეფარდების შემთხვევაში მას არ გადაიხდის, იქნება თუ არა კომფორტის ზონა ციხე მისთვის. მახაშვილმა უპასუხა, რომ კი, რადგან ველზე მყოფი პოლიტიკოსებისთვის დაანონსებული აქცია დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ბატონ პეტერ ფიშერს, საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლის. ჩვენი სამშობლოს სტუმრის დისკრედიტაციისა და მასზე პერსონალური თავდასხმის მცდელობა ღრმად შემაშფოთებელია. ამის შესახებ არასამთავრობო სექტორის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მესამე სექტორის განცხადებით დიპლომატი პრინციპული პოზიციის გამო ქართული ოცნების მხრიდან უსაფუძვლო, აგრესიული და უღირსი თავდასხმების სამიზნე გახდა. საქართველოსა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ დასავლური მხარდაჭერის სიმცირის შესახებ ტყუილებს არ გააჩნია ფაქტობრივი საფუძველი. პირიქით, სწორედ გერმანია, გაერთიანებული სამეფო და სხვა ევროპული სახელმწიფოები თანმიმდევრულად უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და იცავდნენ ჩვენს სუვერენიტეტს გარე საფრთხეების წინაშე. ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს პროკურატურამ მკლავ ჭიდელ ქალს ხატია ბიბლიანს არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს თბილისში ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს. შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა წილის აქვე პუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ნათქვამია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველო არ არის დაბალი ღობე არავისთვის, მათ შორის არც ევროკავშირისთვის. ამიტომ როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე სხვა საელჩოებმა, ორგანიზაციებმა თუ პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ ქართველი ხალხისთვის ზემოდან ყურებას. დემოკრატია ჩვენ არ გვესწავლება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის ელჩმა პასუხი უნდა გასცეს ძალიან მარტივ შეკითხვას. გააგრძელებს თუ არა ევროკავშირის მოქალაქეების ფულით იმ ადამიანის დაფინანსებას, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ადამიანის სიკვდილზე. დაბალი ღობე აქ არავინ არ არის. დემოკრატია ჩვენ არ გვესწავლება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, სადაც ყველა რეიტინგებით საქართველო მათ უსწრებს სხვადასხვა მიმართულებით და არ გვესწავლება კანონის უზენაესობა. ამიტომ იმოქმედონ ქართველი ხალხის კანონმდებლობის შესაბამისად, განაცხადა პაპუაშვილმა.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თბილისი გახდება კავკასიის მთავარი ევროპული ქალაქი. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ ლელო ძლიერის საქართველოს თბილისში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. საარჩევნო პროგრამა ირაკლი კუპრაძემ და ლელო ძლიერის საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა წარადგინეს. კუპრაძის განცხადებით პარტიის მიერ წარმოდგენილი პროგრამა რეალური და საჭიროებებზე მორგებულია და გამარჯვების შემთხვევაში თბილისი აუცილებლად გახდება კავკასიის მთავარი ევროპული ქალაქი. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქართული ოცნება აგონიაშია. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულს ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და ტიტუშკების შეგზავნა მშვიდობიანი პროტესტის რიგებში. რეჟიმი ავითარებს კლასიკურ რუსულ სცენარს, პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად. ომის შიშის დანერგვის შემდეგ ოცნება ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად. ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და ტიტუშკების შეგზავნა მშვიდობიან პროტესტის რიგებში. უდანაშაულო ნინოს, ელენეს, სოლიდარობა და სოლიდარობა ყველა სინდისისა და პოლიტიკურ პატიმარს, წერს სალომე ზურაბიშვილი. ივანიშვილი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენ არ დავნებდებით და საწვავი ბოლომდე გვეყოფა. აღნიშნული განცხადება პალიტრა ნიუსის გადაცემაში დღის ნიუსრომი კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ გააკეთა. ლემონჯავას შეფასებით საქართველოში დამყარებულია რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიმავალი ავტორიტარიზმი, რა ტიპის რეჟიმებში საარჩევნო გზით ხელისუფლების შეცვლის მექანიზმი გაუქმებულია და არჩევნები, როგორც ხელისუფლების შეცვლის მეთოდი დასრულებულია. 18 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექის სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ცნობით მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება. პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყულ ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება გააგრძელოს მოქმედება სრული დაუსჯელობის განცდით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა X-ზე წერს. მისი თქმით, უკრაინა მოუწოდებს ყველა ევროპელ მოკავშირეს შეერთებულ შტატებს, დიდ შვიდეულსა და სხვა ქვეყნებს დაუყოვნებლივ განახორციელონ მაქსიმალური ზეწოლა მოსკოვზე. მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ომის დაფინანსების შეჩერებისა და რუსეთის ომის მანქანის რესურსების გამოფიტვისკენ. ეს შეიძლება და უნდა იყოს კოორდინირებული ნაბიჯები ატლანტის ოკეანის ორივე მხრიდან, მაგრამ ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგეს ახლავე და არა მოგვიანებით, აცხადებს სიბიგა. მისი მტკიცებით, რუსეთის ეკონომიკა ისედაც ცუდ მდგომარეობაშია. სერიოზული დამატებითი ზეწოლით პუტინი გააცნობიერებს, რომ ომის გაგრძელება საფრთხეს უქმნის მის რეჟიმს და პირადად მას. მოდით დავასრულოთ ეს ომი რუსეთის ომის მანქანის დაფინანსების შეწყვეტით, წერს სიბიგა. გაეროს საგამოძიებო კომისიის განცხადებით ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. გაეროს საგამოძიებო კომისიის დასკვნის თანახმად ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა, ხოლო ისრაელის ქმედებებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა ხელი შეუწყეს. ღაზაში გენოციდი მიმდინარეობს სასტიკ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა უმაღლესი დონის ისრაელის ოფიციალურ პირებს ეკისრებათ, რომლებიც თითქმის 2 წელია ღაზაში გენოციდს ახორციელებენ, კონკრეტული მოტივით, რომ ღაზაში პალესტინელები გაანადგურონ, განაცხადა საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, კომისიამ ღაზაში გენოციდის შესახებ 16,000-ზე მეტი მტკიცებულება შეაგროვა. ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 19 პაკეტს დათქმულ დღეს აღარ წარადგენს, როგორც ეს აქამდე იყო დაგეგმილი. ინფორმაციას პოლიტიკო ავრცელებს. გამოცემას ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ სანქციების მომდევნო პაკეტის წარდგენა დღის წესრიგიდან ამოიღეს. კომისია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის სანქციების 19 პაკეტის წარდგენას გეგმავდა, რომელიც დიპლომატების თქმით მოიცავს რუსულ ბანკებს, მოსკოვის ჩრდილოვან ფლოტს და მესამე ქვეყნებში სანქციების გვერდის ავლის შემაჩერებელ ზომებს. ვაშინგტონი მოითხოვს, რომ კავშირმა მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესოს ინდოეთსა და ჩინეთს, რომლებიც რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველები არიან და თავადაც შეწყვიტოს რუსული ენერგორესურსების იმპორტი. იტალიის თავდაცვის მინისტრ გვიდო კროსეტოს განცხადებით, ქვეყანა რუსეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის მხრიდან პოტენციური თავდასხმისთვის მზად არ არის. კროსეტოს თქმით, იტალიამ ბოლო 20 წლის განმავლობაში თავდაცვაში საკმარისი ინვესტიცია არ ჩადო და ამის 1 ან 2 წელიწადში კომპენსირება შეუძლებელია. ჩვენ არ ვართ მზად რუსეთის ან სხვა ქვეყნის მხრიდან თავდასხმისთვის, ამას დიდი ხანია ვამბობ. მიმაჩნია ჩვენი ამოცანაა ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, რომ ამას თავდაცვის საშუალება ჰქონდეს თუ რომელიმე გიჟი გადაწყვეტს ჩვენზე თავდასხმას. მე პუტინზე არ ვსაუბრობ, მე ნებისმიერს ვგულისხმობ.
აღმოაჩინა იტალიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ იტალია იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ყველაზე მეტი წვლილი შეაქვთ აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს თავდაცვაში. უკრაინაზე საუბრისას კროსეტომ იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება დააჩქარებს მოქმედებას მომდევნო კვირებში, რადგან ჩვენ დრო აღარ გვაქვს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.